Დაკლო საქართველოს დაჯილდოების ცერემონია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ორმაგი გადარჩევის შედეგად სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის ჟიური მრვალ ლაურეატი შეარჩია. სალომე ბენაშვილი იმყოფება ცერემონიაზე. სალომე, ვინ არიან გამარჯვებულები? დაჯილდოება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთ ნომინაციაში გამარჯვებული, ეს არის პოეზიის ნომინაცია და გამარჯვებული არის გიორგი კეკელიძე, დანარჩენ 7 გამარჯვებულის ვინაობას კი რამდენიმე წუთში გავიგებთ. როგორც იცით, ეს არის ახალგაზრდების 18-დან 30 წლამდე ხელოვანების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანების პრემია და ზურაბ ჟვანიამ ეს პრემია დააწესა 1999 წელს 2003 წელს ჩატარდა ბოლო დაჯილდოების ცერემონია, მას შემდეგ იყო საკმაოდ დიდი წყვეტა და ხანგრძლივი პაუზა, ხოლო წელს კი 2015 წელს ეს პირველად აღსდგა და ის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. აქ შეიკრიბნენ როგორც ახალგაზრდა ხელოვანები, ასევე დაჯილდოების ცერემონიას თავად პრეზიდენტის ესწრება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის ძალიან ახლო მეგობრის წამოწყებას ვაგზელებ დღეს. ის რასაც დღეს ვზეიმობთ, დაიწყო ზურაბ ჟვანია. იმ მომენტში, როდესაც შესაძლოა მთელი ჩვენი ყოფა გადართული იყო გაჭირვებაზე, სიდუხჭილზე, პოლიტიკურ საკითხებზე, ზურაბ მაშინ ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ მომავალი ჩვენი ქვეყნის არის შემოქმედებაში, არის მეცნიერებაში, არის აზროვნებაში და ყოველივე ეს არის ახალგაზრდების გასაკეთებელი და მათი შესაქმნელი. ჩვენ შევეცადეთ, რომ პირველ რიგში ძალიან ობიექტურები ყოფილიყავით და ნომინანტების შერჩევისას გამოვიყენეთ ძალიან კომპეტენტური ექსპერტული ჯგუფები, რომლებაც არჩიეს ეს ნომინანტები. და ჟიურიც ასევე არის ძალიან სოლიდური. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ნდობა ამ პრემიის. პრემია ხომ არის იმისთვის დაარსებული, რომ წაახალისოს ახალგაზრდები. ეს არის პრემიის მისია. და გადავწყვიტეთ, რომ ცერემონიაც იგივე მიზანს ემსახურებოდეს. ანუ ცერემონია ორიენტირებული ახალგაზრდა აუდიტორიაზე. ნამდვილად არის ორიენტირებული ახალგაზრდა აუდიტორიაზე. დღევანდელი საღამო მასში მონაწილეობას იღებენ თანამედროვე შემსრულებლები, მუსიკოსები, ასევე პოეტები და ხელოვანები და ერთმანეთს ენაცვლებიან ასევე სცენაზე ნომინანტებიც, ის 8 გამარჯვებული, რომელის ვინაობასაც დღეს საზოგადოება გაიგებს. რაც შეეხება მომდევნო წლებს, ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს ტრადიციად იქცევა და წინანდლის პრემია მომდევნო წლებშიც გაიცემა. ეს იყო სალომე ბენაშვილი, მადლობა სალომე.